დიდება და მადლობა ღმერთს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. სახარებაში მოვისმინეთ, მოდი გადაგონებული არის და აგილუზმა აუძო მენელსაცხებლე დედებს ეს სასიხარულო ამბავი უწყება. ხოლო ვინც ჯერ ამ საფრთხო მადლს არ იყო ზიარები და უძმული მათ კიდე ამ ხივლისა გამო როგორც სახარებო ამბავს ელდა ეცათ და შეშინდნენ. აგილუზი გეშინდნენ. ოღონდ ელდება უკვე დედებს, ვინც რომ პირველად ეს ნახა. ასე რომ დღეს ამის თემაზე უკვე და ჩამოვუწოთ ესე არის კუდრეთით აღზრდა ქრისტემო ერთად ქრისტიანობა და დღევანდელი დღის მსახურება უკვე არის გვირგვინი მთელი ჩვენი ამ დღეების 40-ეულის შრომისა სულიერი და ღვაწლისა ფიზიკურის და მე ვთხოვთ რომ აი ეს წინვალე დღესასწაულის სიხარული იყოს ჩვენთან გამუდმებით, მუდმივად. იმიტომ რომ ვინც ამ საფრთხო სიხარულის მადლს ატარებს თავის გულსა და გონებაში, მას არაფრის არ ეშინია. დღეს აგერ მოისმინეთ გალობა, ხო? აკურთხებდით უფალსა და ეს დიდი ჩასართავებით იყო. ეს იმ გამარჯვების მოძახილია, როცა არის, რომლითაც ღვთის მადლით ადამიანი ხილ და უხილავურდებაზე იმართებს. ისე ჩვენ აღდგომის წინა შაბათი არის და აი ამ დღეს ლოცვა გვახსენებს თუ როგორი შემოწმება გვართებს. ასე იყო, როდესაც სამი წინასწარმეტყველი, სამი ბრმა ანანი აზარია მისაილი იმ ღუმელში, სახუმილავში, ახურებულში დადიოდნენ და ანგელოზი შეეწეოდა და ისინი აი ამ გალობას გალობდნენ. ისე ჩვენი წუთისოფელი თავისი აი ამ ყველაფერი ჩვენს თავს მოწევნული თუ წუხარება და თუ სიხარული, თუ იმედგაცრუება და თუ რაღაცა შემაძრწუნებლად უგუნურების ყურებით არანაკლები სახმელვარი არის, ღუმელი არის გახურებული, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ. ამიტომაც ერთია ჩვენი გამარჯვებისა ბაირაღი, ქრისტეთანა ჯვარცმული და ჩვენი ნიშანი აი ამ გამარჯვებისა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვრებლობა გამოგვიხსნა ჩვენ ყველანი. გილოცავთ დიდ დღესასწაულს, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს და ღმერთს ვთხოვთ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ ჩემს თავს და ჩვენ სასულიერო პირებს ერს დიდსა და პატარას გულისხმობ. მოგცეს განცდა ამ სიხარულისა ცოცხალი, რომ ყოველთვის ყველგან ვაკურთხებდეთ მამასა და ძესა და წმინდისა სულსა. ას დაუქმისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღსდგა. Cristianos.